კალაძის პოლიტიკური პროვინციალიზმის ფონზეც კი ძალიან სასაცილო, ძალიან კომიკურია ამ ტიპის გახარება ავტომატურად გენერირებული წერილი, რომელიც მიიღო მსოფლიოს ყველა იმ ლიდერმა, ვინც პრეზიდენტ ტრამპს და აშშ-ს მიულოცა დამოუკიდებლობის 250 წლის იუბილე. ის რომ ქართული ოცნების ლიდერები ამ ხელა ყურადღებას ანიჭებენ ერთ ავტომატურად გენერირებულ წერილს, არის მე ვფიქრობ საუკეთესო დასტური იმისა, რომ მათ აქვთ ლეგიტიმაციის ძალიან დიდი შიმშილი და ძალიან მაღალი განცდა იმისა, რომ მათ არავინ არ ესაუბრება, არავის არ აინტერესებს და არავისთვის არ აქვს არავითარი რეპუტაცია ან მიმზიდველობა. და ის სწორედ ამიტომ შეუძლიათ რომ ერთი წერილით, რომელიც არის ისე და ისე ყველა ლიდერისთვის გაგზავნილი ერთნაირად, აი ამ ხელა სიხარული გამოხატონ. რეალობა არის ის, რომ ამერიკასთან საქართველოს აქვს შეჩერებული სტრატეგიული პარტნიორობა და აგრეთვე რეალობა არის ის, რომ ამავე ამერიკას მის სახელმწიფო მდივანს ძალიან მკაფიოდ აქვს ნათქვამი, რომ ხუთი პირობის შესრულების შემთხვევაში გახდება ნორმალიზება შესაძლებელია. თუ არ შესრულდა არც ერთი პირობა, თუ რეჟიმმა არც ერთი ნაბიჯი არ გადადგა, არც ნორმალიზება არ მოხდება. ამიტომაც ქართულ ოცნებას ვურჩევდი, რომ აი ფასადურ ავტომატიზებულ წერილებზე ზრუნვის და მისით გამოწვეული ყიჟინის მაგიერ ადგენს და რეალური ქმედითი ნაბიჯები გადადგას იმისათვის, რომ საქართველოს აღიდგინოს დაკარგული სტრატეგიული პარტნიორობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან.